შესაძლებელი. იმით თქვათ, ჩვენ მუდმივად ხედავდით აი ამ 6 თვის განმავლობაში, რომ წინა ხაზზე ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია კოორდინაციაში იყო სალომე ზურაბიშვილთან. მისმა კოორდინაციამ რამდენად იმუშავა ისე, როგორც საჭირო იყო. ეხლა მე ჩავდგები იმ პატიოსანი მამის როლში და მეც ვიტყვი, რომ აბსოლუტურად არასაკმარისი იყო პირადად ჩემთვის ის ძალისხმევა, რაც საერთო მასშტაბით სალომემ გასწია, მიუხედავად იმისა, რომ შენც დამეწმოწმები ჩემო კარგო, რომ თავის დროზე უაღრესად კრიტიკული განწყობილებით ვიყავი ამ ქალბატონის მიმართ, მაგრამ გარკვეული როლი მან შეასრულა, მაგრამ როგორც ჩანს თავზევით ვერ ახდა. აი, რაც არის სალომე, აი რა უნდა გააკეთებინა და რა ვერ გააკეთა ბატონ დავით? უფრო აქტიური და უფრო სინერგიის. ანუ სასახლიდან არ გამოსულიყო მაგალითად? ნებისმიერი მეთოდი. ანუ უფრო დადებულებისკენ უნდა წასულიყო რა ამბავი? როდესაც ბოროტი ძალა წესების გარეშე გებრძვის, შენ მას მხოლოდ აი სლოგანებით და მხოლოდ ბილბორდებით ვერაფერს ვერ დააკლებ. რადიკალური უნდა ყოფილიყო? რა თქმა უნდა. რატომ არ უხედებთ დიდ ოპოზიცია ამოთხოვნას მას, როდესაც იკრიბებოდით მასთან? ვახო, ჩემო უხედებდით და არასრულებდა. როდესაც ლაპარაკია ერთობაზე, მე არ ვლაპარაკობ ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე, რაც არა მხოლოდ მიზანშეწონილობა არ არის ამაში, არამედ აი წარმოუდგენელიც არის ახლა ტყუილა წყლის ნახვა ამაზე მსჯელობა, მაგრამ ის რომ სინერგიის ცენტრი უნდა ყოფილიყო ქალბატონის სალომე და ამისთვის უფრო მეტი პრინციპულობა იყოს საჭირო, ამას ეხლაც ვიტყვი, გამიგეთ, მაგრამ არც იმას არ დაუკარგავ, რაც გააკეთა, მეტი ვერ გააკეთა ადამიანმა. არ შეუძლია. ხო, როგორც ჩანს მეტი აი როგორ შეგიფასოთ ახლა რა? ანუ რევოლუციონერი ვერ არის. რევოლუცია როგორი რაღაცაა, იცით, აი საერთოდ დიქტატორები და ტირანები პირველ რიგში ცდილობენ ამ ტერმინის გამარგინალებას და მას ხალხში ქმნიან ისეთ ასოციაციას, რომ დღევანდელ 21 საუკუნეში რევოლუცია ეს იგივე არის, რაც 1917 წლის ოქტომბრის სისხლიანი რევოლუცია. ვარდების რევოლუციას აი ამ მაგალითზე მაშინ სააკაშვილი აღმოჩნდა, ხო? და ახლა ზურაბიშვილი ვერ აღმოჩნდა, ანუ კი ბატონო, უყურეთ გეთახვა. საერთოდ, როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენ ვჯელობთ პოლიტიკური კატეგორიებით, მაგრამ აი ამ პოლიტიკური კატეგორიების მორგება ამ უზურპატორ ხელისუფლებაზე წარმოუდგენელია, განა გვეზარება, განა მცდელობას, მაგრამ ისინი მთლიანად გასულები არიან პოლიტიკური ველით და პოლიტიკური კანონებით საერთოდ არ ცხოვრობენ. ვახო, ეს არის უზურპატორების პირდაპირ მნიშვნელობით ბანდა